ჩემი ოჯახი მთელი თავისი ცხოვრება ცხოვრობდა და დღესაც ცხოვრობს ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ გალის რაიონში. ომი როცა დაიწყო, იქ იყვნენ და შემდეგ რამოდენიმე წლით გადავიდნენ ქალაქ ხობში, კონტროლირებულ ტერიტორიაზე. მე იქ დავიბადე 1997 წელს და მაგ დროსაც ჩემი ოჯახი უკვე აქეთ იყო, იმიტომ რომ იქით ოკუპირებულ აფხაზეთში მოიხსენებათ სახლები დაწვეს და ყველაფერი გაანადგურეს. შემდეგ უკვე 2000-იან წლებში გადავედით ისევ უკან, მთელი ჩემი გააზრებული ცხოვრება, სკოლაც და უნივერსიტეტის 3 წელიც გავატარე ოკუპირებულ აფხაზეთში და ჩემი ბავშვობა, თინეიჯერობა და ყველაფერი უკავშირდება გალს და სოხუმს. იქ ცხოვრება ერთის მხრივ საინტერესო იყო, მეორეს მხრივ იყო რთული, იმიტომ რომ ჯერ სკოლით რო დავიწყოთ, სკოლაში გვასწავლიდნენ რუსულ ენაზე, სახლში გვესაუბრებოდნენ მეგრულად და ქართულად და ეგრევე ჩნდებოდა კითხვები, რატომ იყო ესე, პრობლემები კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან სკოლაში უკვე რუსული სწავლასთან ერთად იკრძალებოდა ქართულად საუბარი, იკრძალებოდა ქართული წიგნების საერთოდ მიტანაც კი, გვიწევდა აფხაზეთის ისტორიის სწავლა, სადაც საშინელებები ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, რაღაც ჩვენ ვართ აგრესიულები და ეს ყველაფერი ეწერა და ამ დროს შენ იცი რეალობა რა არის, თუმცა გიწევს ეს სისულელეები და ეს პროპაგანდა ისმინო. ამ რეალობაში გავატარეთ 11 წელი. სკოლაში რაღაც გარკვეული პერიოდი მოდიოდნენ, ეძახდნენ დამსწრეები სოხუმიდან, რომლებიც ამოწმებდნენ ჩვენს სწავლას, როგორც სწავლობდით აფხაზეთის ისტორიას, როგორც სწავლობდით ზოგადად რუსეთის ისტორიას და ეს პერიოდი იყო რაღაცა განგაშის ზარი ჩვენთვის, იმიტომ რომ რამე ქართული თუ გქონდა ჩანთაში ან სკოლაში ან კლასში, ყველაფერი უნდა დაგვემალა, ყველაფერი უნდა გადაგვეყარა ან ასე შემდეგ. მე მახსოვს ერთი დღე, როცა დაუგეგმავად მოვიდნენ და ჩანთაში მელაგა საქართველოს ისტორია და ქართული უნარების წიგნი და ვერაფერი რო ვერ მოვიფიქრეთ, პირდაპირ ფანჯრიდან გადავაგდეთ. კიდევ ყველაზე მძიმე რაც იყო, აი გამარჯვების დღე როცა აქვთ, როცა რომელ დღესაც ჩვენ ტრაგედია დააღვიქვამთ, ისინი ამ დღეს ზეიმობენ და ამ დღეს ვალდებულება ჰქონდა ყველა სკოლის დირექტორს, რომ წარჩინებული მოსწავლეები, ესე ვთქვათ, წაიყვანათ იქ ქალაქ გალში, სადაც საზეიმოდ ყვავილებით პატივს მიაგებდნენ აფხაზეთის ომის გმირებს და ეს იყო ვალდებულება, ვინც არ იზამდა, შეეძლო სკოლიდანაც კი გაერიცხა და მე მახსოვს ყოველ ჯერზე როცა ეს დღე მოდიოდა, 3 დღით ადრე სკოლაში სიარულს ვწყვეტდი და ვამბობდი, რომ სიცხე მაქვს და არ დავდიოდი მთელი კვირა და ეს იყო რაღაცნაირად ჩემი თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალება. ჩემშიც იყო ეს დალექილი, რომ აი აფხაზს ვერ დავილაპარაკები ვერასდროს, იმიტომ რომ მისთვის მტერი ვარ, თუმცა იქ რომ მივედი, მივხვდი, რომ ესე არ არის. ჩვეულებრივად შეგვიძლია ვილაპარაკოთ ყველაფერზე გარდა პოლიტიკისა და ამაზე თავიდანვე შევთანხმდით, იმიტომ რომ რამოდენიმე კამათის შემდეგ მივხვდი, რომ აზრი აღარ ქონდა, ვერც იმას შევაცვლევინებდი აზრს და ისინი ბუნებრივია მეც ვერ შემიცვლიდნენ აზრს. დანგრეულ შენობებს რო ხედავდით, რაც იქ ძალიან ბევრია, რაც მქონდა ხელში, იმით ქართულად რაღაცებს ვაწერდი. ერთი პერიოდი დავიწყე ევროპელი ტურისტების მიღება, როგორც გიდი, ვინაიდან ინგლისურის ფილოლოგიაზე ვსწავლობდი, შემეძლო ეს განაკეთებინა. რაღაც ჯგუფში დავრეგისტრირდი და იქ მეწერა, რომ მხოლოდ ევროპელ ტურისტებთან სურს მუშაობა, სხვებთან არა. და ორი ეპიზოდი იყო, როცა ერთი ტურისტი ჩამოვიდა, გერმანელი, რომელსაც რა თქმა უნდა მე მოვუყევი საქართველოს ისტორია და დავათვალიერებინე სოხუმი და შემდეგ უკვე მოუწია ახალ ათონში წასვლა, იქაც უნდა რაღაცების ნახვა, მე ვერ შევძელი სამსახურის გამო და იქ აიყვანა სხვა მეორე გიდი, რომელმაც რა თქმა უნდა მოუყვა ის ისტორია, რომელსაც რუსეთი ასწავლის ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს კაცი დაიბნა, იმიტომ რომ ერთ ქვეყანაში ორი გიდი უყვება რადიკალურად განსხვავებულ ისტორიას და ამ დროს როცა ამ გიდს აფხაზ გიდს უთხრა, რომ მე იქ ეს მომიყვნენ, იმ გიდმა რა თქმა უნდა გამოიკულია ვინ უთხრა ეს და ეგ იყო ჩემი პირველი შეხება იქაურ მილიციასთან, როცა დამიბარეს და მაგის მერე დამთავრდა ჩემი გიდობაც და ცოტა ხანში იქ ცხოვრებაც. მე როგორც კი თბილისში ჩამოვედი, ეგრევე დავიწყე იმას კეთება, რასაც იქ ვაკეთებდი. მაქვს ორგანიზაცია აფხაზური ამბები, რომლებიც მიმართულია დევნილების პრობლემებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების პრობლემებზე და გამომდინარე აქედან ძალიან ბევრთან მაქვს კომუნიკაცია და ამ ხრივ სახელმწიფო არა თუ ეხლა, არც მანამდე არაფერ ღირებულს მათთვის არ აკეთებდა.
მე ვიცი ადამიანები, რომლებიც 30 წელია ბინის რიგში დგანან და დღემდე არანაირი პასუხი არ აქვთ და ესეთი არის ძალიან ბევრი და ვიცი ადამიანები, რომლებსაც 3 და 4 ბინა აქვთ უკვე აღებული და ეს მეტყველებს არა იმ ადამიანის პრობლემაზე, რომელმაც 4 ბინა აიღო ერთის მაგივრად, არამედ სახელმწიფოს კორუფციაზე თუ ამ მიმართულებითაც აი ამ ჩაგრულ ჯგუფსაც როგორ ექცევა იმისთვის რომ თვითონ გამდიდდეს და თვითონ აიღოს მეტი ფული. რთული თემაა და ეს ყველაზე მეტად ამის მეშინოდა და დამდე მეშინია რომ აი რაღაცნაირად ემოციები არ მინელდეს და მით უმეტეს ახალ თაობაში, იმიტომ რომ მე მესმის რომ მათ არ აქვთ ემოციური კავშირი იმდენად. თუმცა ეს მათი დანაშაული არ არის, ეს არის სახელმწიფოს დანაშაული, იმიტომ რომ აი როდის გაიგეთ ბოლოს განქართული ოცნებისგან ან ვინმესგან რომ აი აფხაზეთი, გაგრა, სამაჩაბლო ან ასე შემდეგ. მე პირადად არ გამიგია. იმიტომ რომ არ საუბრობენ პირიქით აი როცა რაღაცებს ვამბობთ აფხაზეთის ან სამაჩაბლოს თემაზე, ქართული ოცნების პასუხი არის ყოველთვის რომ აი არ ვილაპარაკოთ ამაზე. რაღაცა პროვოკატორები ვართ და ასე შემდეგ. მე მგონია გამოსავალი ის, რომ აი მაგალითად როგორც ადრე სიმღერები იწერებოდა აფხაზეთზე, ლექსები იწერებოდა, რა ვიცი, კლიპები იქმნებოდა და ეს თემა, ამ თემის მიწოდება ხდებოდა ძალიან ემოციურად და ეხლა როცა ყოველთვის გესმის, რომ იქ სადღაც არის აი შენი ტერიტორია, რომელიც აი ესეთი მაგარია, რა თქმა უნდა ეს ემოცია კი არა და ინტერესი პირველ რიგში ინტერესს გიჩენს და შემდეგ უკვე იწყებ დაგუგლებას, შემდეგ უკვე იწყებ კითხვების დასმას და როცა აი ამ პროცესში ხარ, უკვე შენს მოგწონს, იმიტომ რომ მართლა საოცარი ადგილია და მართლა შენია. აფხაზეთს რომ დავიბრუნებთ, რას გავაკეთებ? ამაზე ვიფიქრე ძალიან ბევრჯერ. პირველი რასაც გავაკეთებ არის საქართველოს დროშას ავიღებ, შემოვიხვევ და წავალ ჩემთან სახლში. ცოტა ხანი ჩემს ეზოში ვივლი და შემდეგ წავალ პირდაპირ სოხუმში. სანაპიროებზე ვივლიდი, სადაც მაშინ დავდიოდი. ნახავდი იმ ნამდვილ მეგობრებს, რომლებთანაც კარგად ვმეგობრობდი და არ გვაინტერესებდა ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებები და მიუხედავად ამისა ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ვნახავდი აი იმ ერთ ლექტორ ქალს, რომელიც ყოველთვის ფარად მეფარებოდა, როცა ქართველობის გამო სხვა ლექტორები რაღაცნაირად ან ხულას მაკლებდნენ, ან შეურაცხყოფას მაყენებდნენ ან ასე შემდეგ. ეგ იყო ერთადერთი აფხაზი ქალი, რომელიც დღემდე მწერს ხოლმე, კითხულობს და როცა აქ მაკავებენ ან რაღაც მსგავსი, ყოველთვის ხვდება ხოლმე მისი მესიჯი და აი იმ ქალთან მივიდოდი და ჩავეხუტებოდი მართლა დიდი სიამოვნებით.